1 დეკემბერს დაკავებულ და სასტიკად ნაცემ გია ჯვარშეიშვილს მოსამართლე ლელად საგარეიშვილმა 2200 ლარის ჯარიმა დააკისრა. სასამართლოს არ უმსჯელია ჯვარშეიშვილის მიმართ გამოჩენილ განსაკუთრებულ სისასტიკეზე. მას პოლიციამ დაკავებისას ჩაუმსხვრია ნეკნები, აღინიშნება ტვინის შერყევა, აქვს მძიმე დაზიანებები სხეულსა და სახეზე. ამ დრომდე უჭირს სუნთქვა. სასამართლოს წინაშე გია ჯვარშეიშვილმა დეტალურად ისაუბრა პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ანგარიშწორებაზე. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. პროცესზე გომელაურის უწყების თანამშრომლებმა ცრუ ჩვენებებიც მისცეს. დროშა წარმართვეს რეკეტალავი ხჩოლობი ისე მართვებდნენ პოლიციის ხერხი კონაცებული ნიშნად შვიდობიანობისა და მომთხოვრის ჩაწევა არ გამოვიყენოთ ის თქოს რომელიც მითხეს მაგრამ უკიდურესი შეურაცხყოფა იყო და უკიდურესი ფსიქოლოგიური ძალადობა იყო რაც იქ მოვისმინე მორალურიც მათ შორის ყველა პრინციპში ვარ დაკავებული აბსოლუტურად ჩანსი ყველაფერი არ მდგავარ ჩემს საერთოდ ვიწევი არც არანაირი წინააღმდეგობა არ გამოწევია ხელში ვამიღეს იმ რაღაც 1000-მდე ადამიანმა და მე ვიყო ფიზიკური ძალადობა და სამოჭრილო კორიდორი და დაკავების მანქანაში ცემის მძიმე ფაქტები